მოგესალმებით ყველას ჩვენი საიუბილეო მეასე ლექცია და დღეს სწორედ დღეისთვის მინდოდა რომ გვესაუბრა იმაზე თუ რა არის ჩვენთვის ჩვენი გეზი რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს არჩეული ეს არის ჩვენი არჩევანი თუ ეს არის ჩვენი ბუნება ეს საინტერესო თემაა ზოგადად რა განსაზღვრავს აუშვათ ამაზე საუბარი ხშირად არის ხოლმე ჩვენი ევროატლანტიკური და უშუალოდ ხედვები ან ჩვენი დასავლური ორიენტაცია საერთოდ ვარ თუ არა დასავლური ცივილიზაციის ნაწილი და რა ნიშნით მივაკუთვნებ თავს მას ამაზე ბევრი მსმენია ბავშვობიდანვე ეს სულ იყო ბავშვობიდანვე არა მაგრამ მოზარდობიდან სულ იყო განჯის საგანი საქართველოში უფრო სწორად დაახლოებით 90-იანებიდან დაიწყო რა და როდესაც დავასათაურეთ გეზი არჩევანი თუ უნება ზუსტად ვიცოდი რომ რა გეზზე შეიძლება და ყოფილიყო საუბარი თუმცა ეს გეზი დღეს შეიძლება საფრთხეში იყოს მაგრამ საუბარია არა ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ ორიენტაციაზე მხოლოდ არც უმაგისობაა მაგრამ არა მხოლოდ ამაზეა საუბარი არამედ ჩვენს ისტორიულ გეზზე და აი ეს ჩვენი ისტორიული გეზი უფრო მაინტერესებს მე ახლა ამ სიტუაციაში უბრალოდ იყო თუ არა შემთხვევითი და რანდომული აი მაგათად რომ დავშვათ კითხვა რითია საქართველო უნიკალური ან განსაკუთრებული როდესაც ამ კითხვას უსვამ ხოლმე სტუდენტებს ლიბერალური თუ კონსერვატიული შეხედულების სტუდენტები ნაციონალიზმის პლატფორმაზე მყოფი სტუდენტები თუ რელიგიური ფუნდამენტალიზმის პლატფორმაზე მყოფი სტუდენტები ყოველთვის ერთ-ერთი არგუმენტი რომელიც აქ ჟღერდება ხოლმე იმის თაობაზე თუ ვინ ვართ ჩვენ ქართველები და რანი ვართ საიდან მოვდივართ და რა ქმნის საქართველოს განსაკუთრებულად ერთ-ერთი არგუმენტი არის ხოლმე ის რომ ჩვენ ვართ წარმართულ მაჰმადიანურ სივრცეში სივრცით გარემოცული ქრისტიანული კულტურა თითქმის იზოლირებული ქრისტიანული კულტურა ვართ და დამოუკიდებლად იმისგან ვის როგორი დამოუკიდებლება აქვს ქრისტიანობის მიმართ დამოუკიდებლად იმისგან ვის როგორი დამოუკიდებლება აქვს ქართველების ქრისტიანობის მიმართ დამოუკიდებლად იმისგან ვის როგორი დამოუკიდებლება აქვს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციის მიმართ ბევრი ჩემი სტუდენტი აღნიშნავს რომ ჩვენი ქრისტიანობა არის რაღაც განსაკუთრებული იმიტომ რომ ტრულ გარემოში ვართ გარემოცული და განსაკუთრებული იმიტომ რომ მიუხედავად იმ ქარტეხილებისა ჩვენ ეს ასე ვთქვათ ჩვენს ბეჭებზე გამოვათრიეთ ეს ერთი რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ და რომ ჩვენი ქრისტიანობა ჩვენ გვაქცევს ერთი მხრივ უნიკალურად ამ სივრცეში ხოლო მეორე მხრივ აშკარად გვაკავშირებს დასავლურ ცივილიზაციასთან და ერთ-ერთი არგუმენტი როდესაც საუბარი იმაზე საქართველო არის თუ არა დასავლური ცივილიზაციის ნაწილი მიაქცეთ ყურადღება რა საინტერესოა ისინი ვინც ამბობენ რომ საქართველო არის დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ამბობენ რომ საქართველოს ბევრი მათგანი ამბობს რომ საქართველოს დასავლური ცივილიზაციის ნაწილად აქცევს ქრისტიანობა ხოლო ისინი ვინც ამბობენ რომ საქართველო არ არის დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ხას უსვამენ იმას რომ ჩვენი ქრისტიანობა განსხვავდება მათი ქრისტიანობისგან ანუ ორივე შემთხვევაში არგუმენტი არის ჩვენი ქრისტიანობა ამდენად ჩვენ ვხედავთ რომ ქრისტიანობა ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტია მაგრამ კითხვა ჩვენი ქრისტიანობა რაკი საუბარია გეზზე არჩევანსა და ბუნებაზე ჩვენი ქრისტიანობა არის ჩვენი არჩევანი ეს ჩვენ გადავწყვეტეთ რომ ქრისტიანები ყოფილიყავით თუ ეს არის ჩვენი ბუნებით ნაკარნახევი რამ
ანუ თვითონ ქრისტიანობა იყო არჩევანი თუ ბუნება. და აქ არის ძალიან საინტერესო რამ სინამდვილეში, როდესაც ახალგაზრდა მოფაშისტო, მონაციონალისტო გულანთებული ტიპი ვიყავი, ეხაც გულანთებული ვარ, ოღონდ ნაკლებად მოფაშისტო და უფრო მოლიბერალო. მაგრამ როდესაც ვიყავი აი ესეთ რუსოფობიის წიაღში დაბადებული ნაციონალისტი, მაშინ დაახლოებით პერიოდში აღმოაჩინე, რომ საქართველო, ჩვენ ქართველები, თურმე სრულიადაც არ იყო შემთხვევითი ჩვენი ქრისტიანობა. ჩვენ ქრისტიანები ვიყავით ქრისტიანობის მიღებამდეც. ანუ ღირებულებითი სისტემა, რომელსაც ჩვენ ვატარებდით ჩვენს თავში, ჩვენი მითოლოგია, ჩვენი წესჩვეულებები, ჩვენი ზოგიერთი ესასწაული, ჩვენი პანთეონის ზოგიერთი კულტი ძალიან ახლოს იყო ქრისტიანულ ღირებულებებთან, ქრისტიანულ კულტთან. ამიტომ მე სიამაყით ვამბობდი, რომ ჩვენ ქრისტიანები ვიყავით მანამ, სანამ ქრისტიანობა გავრცელდებოდა საქართველოში. მანამდეც კი ვიყავით ქრისტიანები. ასე რომ ქრისტიანობა სრულიად ბუნებრივი იყო ჩვენთვის. ესე მიმაჩნდა, როდესაც ვიყავი მოზარდი და სინამდვილეში ესე მიმაჩნია დღესაც. ოღონდ დღეს მე ცოტა მეტი წავიკითხე იმის მერე და ცოტა რაღაცები დავწერე კიდევაც და მივხვდი, რომ ეს მარტო ჩვენზე არ არის. არსებითად ყველა ქრისტიანული ერი, ვინც თავისი ისტორიული განვითარების გზაზე თავისით მივიდა ქრისტიანობამდე, თავის თავში უკვე ატარებდა იმ ღირებულების სისტემას, რომელიც დახვდა ქრისტიანობას და რომელიც მოიტანა ქრისტიანობამ. ანუ სინამდვილეში ქრისტიანობა იყო უბრალოდ უკეთესი, უფრო სტრუქტურირებული, უფრო დახვეწილი, უფრო ჩამოყალიბებული ვერსია იმისა, თუ რაც დახვდა ქრისტიანობას. და აქ მივადექი ძალიან საინტერესო რამეს. თავის დროზე გეოგრაფიული დეტერმინიზმის გაღრმავებისას, როდესაც ფიქრობდი, აი, რა განაპირობებს, ხო, ეხლა ქრისტიანობა წარმოიშვა პალესტინაში. პალესტინა არის, ასე ვთქვათ, რეალურად პალესტინა არის აზიის, აფრიკისა და ევროპის საზღვარი. ეხლა იმ თვალსაზრისით, რომ პალესტინა კი აზიაშია, მაგრამ ხმელთაშუა ზღვის ნაპირზეა და კი არ არის იზოლირებული ევროპისგან, არამედ ინტეგრირებულია, ისტორიულად სულ ინტეგრირებულია ევროპასთან. შესაბამისად, ხო, ეს მედიტერანეა შემთხვევითი არ არის, ხო, მარე ნოსტრუმ, ჩვენი ზღვა, ან სხვანაირად შიდა ზღვა, ხო, მედიტერანეა რაც არის, ხო? სინამდვილეში პალესტინა იყო სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ აფრიკაც არ არის აფრიკა. აფრიკას უფრო სამართლიანი იქნება თუ უწოდებთ იმ აფრიკას, რომელიც საჰარის სამხრეთით არის, უკვე ტროპიკულ აფრიკას. შავკანიანი მოსახლეობით დასახლებულ აფრიკას, რომელსაც უწოდებენ შავ აფრიკას, რომელსაც უწოდებენ საბსაჰარას, ხო, საჰარის ქვემოწყობ აფრიკას, ან რომელსაც უწოდებენ ტროპიკულ აფრიკას. ის არის აფრიკა სინამდვილეში. ხოლო ჩრდილოეთ აფრიკა, საჰარის გასწვრივ აფრიკა, სინამდვილეში უწყვეტი გაგრძელებაა არაბეთის ნახევარკუნძულის. უფრო სწორად, დასავლეთ საჰარადან, მაროკოდან და სენეგალიდან, მავრიტანიიდან თუ ჩვენ აღმოსავლეთისკენ ვიმოძრავებთ, ლანდშაფტი არ შეიცვლება მანამ სანამ არ მივალთ ინდის ნაპირებამდე. ანუ ინდოეთიდან, ინდოეთის ჩათვლით არა, ინდის ნაპირიდან, თანამედროვე პაკისტანიდან და ატლანტის სანაპირომდე მაროკოში ლანდშაფტი არ შეიცვლება, ყველგან ერთნაირი ლანდშაფტია, ყველგან ერთნაირი რელიეფია და ყველგან ერთნაირი კლიმატია. და ჰოის აკვირველებავ, სწორედ ამ ტერიტორიაზე არის გავრცელებული ისლამი. თუ ჩვენ ცოტათი გადაუხვევთ ჩრდილოეთისკენ,
ირანს გავცდებით, ოღონდ მივადგებით არა ინდის ნაპირს, არამედ წავალთ ცოტა ჩრდილოეთისკენ, შევალთ შუა აზიაში, ცენტრალურ აზიაში, სადაც ასევე ყარაყურუმი, ყიზილყუმი და მოკლედ იგივე ლანდშაფტი. ნუ კლიმატი განსხვავება ის არის, რომ ზამთარში ცივა. მაგრამ სხვა მხრივ ზუსტად ისეთივე რელიეფი და ლანდშაფტია. უმეტესწილად ხანდახან არის ფთაგორიანი რელიეფიც, მაგრამ ლანდშაფტი უმეტესწილად სულხრიოკია. და სწორედ აქ არის უმეტესად გავრცელებული ისლამი. ნუ აქვე გავძენ ისე გადაუხვევსავით და თქვათ ინდოეთში უფრო მეტი მაჰმადიანი ცხოვრობს ვიდრე პაკისტანში და ინდოეთი არის მაჰმადიანური პოპულაციით მეორე ქვეყანა. ანუ პაკისტანი ოფიციალურად ისლამის ქვეყანაა, მაგრამ მისი მოსახლეობა ნაკლებია ვიდრე ინდოეთში მაჰმადიანების რაოდენობა. მაგრამ ყველაზე დიდი მაჰმადიანი ქვეყანა არის ინდონეზია. მაგრამ ინდონეზიელი მაჰმადიანები საერთოდ არ გვანან მაჰმადიანებს. მე ეგეთი მაჰმადიანები არ მინახავს. უფრო გვანან ინდუისტებს, გვანან ბუდისტებს, თავისი ქცევით, რაღაც მოკლედ სხვანაირები არიან. კი, ეს ქუდები დააქვთ, მაგრამ ძალიან სხვანაირი ტიპები არიან. ისინი იმ ზონაში ცხოვრობენ. აი იმ ინდო-წყნაროკეანურ, ტროპიკულ მწვანე ჯუნგლებით დაფარულ ზონაში ცხოვრობენ და სხვანაირები არიან. და მოკლედ აღმოჩნდა რომ სადაც არის გოლფსტრიმის დინების გავლენა, ანუ რბილი ზამთარი და რბილი ზაფხული, იქ არის პროტესტანტული ეთიკა გავრცელებული. იქ უმეტესად გავრცელდა პროტესტანტული რელიგიები. ინგლისი, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ნიდერლანდები, უმეტესად პროტესტანტული დანია. ხოლო იქ სადაც არის მედიტერანიის გავლენა, იქ უმეტესწილად კათოლიციზმი გავრცელდა. ხოლო სადაც, ანუ ისევ თბილი ტენიანი ზაფხული, ისევ რბილი ტენიანი ზამთარი. ხოლო შედარებით უფრო მკაცრი სადაც არის 4 სეზონიანი წელი სადაც არის, სადაც ზაფხულში ცხელა, შემოდგომაზე წვიმს, ზამთარში თოვს, გაზაფხულზე ისევ წვიმს, ზაფხულში ისევ ცხელა. აი ეს 4 სეზონიანი სადაც არის, იქ უმეტესწილად კარი მოსაზღვრე ტერიტორია, მაგრამ გავრცელდა მართლმადიდებლობა. და ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს პლუს კიდევ რაღაცნაირად დაემთხვა სოციალურ წყობასაც. ქვეყნები, სადაც გავრცელდა ფეოდალიზმი როგორც სოციალური სტრუქტურა, ჩვენ სკოლაში, საბჭოთა სკოლაში გვასწავლდნენ მარქსისტულად, რომ აი და მარქსი კიდე ევროპას იცნობდა და დანარჩენ მსოფლიოზე ექსტრაპოლაციას ახდენდა. სინამდვილეში თუ კარგად ჩავხედავთ, არანაირი ფეოდალიზმი არაბეთსა და ირანსა და ოსმალეთში არ იყო. და არსებითად არც ინდოეთში. ხოლო და არსებითად არც ჩინეთში. ფეოდალიზმი არის სპეციფიურად ევროპული მოვლენა, მაგრამ ფეოდალიზმი იყო საქართველოში და ფეოდალიზმი იყო კორეასა და იაპონიაში. სხვაგან პრაქტიკულად ფეოდალიზმი არ ყოფილა. და ფეოდალიზმი კიდევ ერთი საინტერესო ფენომენია. მაშასე, ერთი მხრივ რელიგია, მეორე მხრივ ფეოდალიზმი ჩვენ გვაკავშირებს დასავლეთს. არის თუ არა ფეოდალიზმი მაინდა-მაინც ქრისტიანობასთან კავშირში? არა. არის ქრისტიანული ქვეყნები, სადაც ფეოდალიზმი არასოდეს ყოფილა და არის არაქრისტიანული ქვეყნები, სადაც ფეოდალიზმი ასევე იყო. ამდენად ეს პირდაპირი კავშირი არ არის. უბრალოდ აქ მოხდა ორი რამის თანხმედრა. ორი რამ გვაკავშირებს დასავლეთს და საქართველოს ერთმანეთთან. ეს არის ფეოდალიზმი და ეს არის ქრისტიანობა. მაგრამ იყო თუ არა ქრისტიანობის გავრცელება რანდომული, ეს კითხვა დავში თავიდან. და აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პალესტინაში გაჩნდა ქრისტიანობა და ქრისტიანობის ქადაგება გავრცელდა ყველა მიმართულებით, გავრცელდა სამხრეთისკენაც, ნუ ეთიოპია ქრისტიანული ქვეყანა, მაგრამ აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ გავრცელდა დასავლეთისკენაც, ანუ არა მხოლოდ ევროპაში, არამედ აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე. გავრცელდა აღმოსავლეთისკენაც, თანამედროვე სირიის, ერაყის, ირანის ტერიტორიებზე. თომა ქადაგებდა ინდოეთსა და ჩინეთში. და ინდოეთშიც და ჩინეთშიც არსებობს მცირერიცხოვანი თემი, ეგრეთ წოდებული თომას ეკლესია.
ანუ ქრისტიანები, რომლებიც თომას ქადაგების შედეგად გახდნენ ქრისტიანები. ნუ ბოლოს და ბოლოს უიღურები იყვნენ აღმოსავლეთში, ჩინეთიდან, ლამის კავკასისპირეთთან, ნუ მთელი ცენტრალური აზიაში იყვნენ გავრცელებული უიღურები დღესაც ცხოვრობენ ჩინეთსა და ყირგიზეთში და ალბათ ყაზახეთშიც, მაგრამ უიღურები მონღოლების შემოსევის მომენტისთვის მაგალითად იყვნენ ნესტორიანელი ქრისტიანები. მაგრამ არსებითად მიუხედავად რომ ქრისტიანობა ყველგან გავრცელდა, ქრისტიანული სამყარო დარჩა აი ის, რაც დღეს არის. ხოლო ისლამი გავრცელდა იქ, სადაც გავრცელდა. და აქ უკვე გეოგრაფიული დეტერმინიზმით გამოყავს კანონზომიერება. სადაც არის ხრიოკი ლანდშაფტი, იქ არის ისლამი, ხოლო სადაც არის 4 სეზონიანი წელი, შედარებით რბილი კლიმატი, შედარებით მწვანე ლანდშაფტი, იქ გავრცელდა ქრისტიანობა. არის თუ არა ეს პირდაპირ კავშირში ერთმანეთთან? შესაძლოა არის, შესაძლოა არ არის, მაგრამ ესეთი კანონზომიერება არსებობს. ეს კანონზომიერება ირღვევა. სხვა ვარიანტებიც არსებობს. არის უდაბნო, სადაც ცხოვრობენ ქრისტიანები და არის მწვანე უსიერი ტყე, ჯუნგლები, სადაც არიან მუსულმანები, მაჰმადიანები, მაგრამ ზოგადად ესეთი კანონზომიერება არსებობს. ანუ ერთი რომ ქრისტიანობა, მეორე ფეოდალიზმი, ეს კიდევ მონოგამია, რომელიც ქრისტიანობამდე და ფეოდალიზმამდე საქართველოში იყო და ევროპაში იყო, ეს რაღაცები ასე ზედაპირზევე ჩანს, რაც საერთო გვაქვს. როდესაც ჩვენ გონია რომ ფეოდალიზმი იყო ყველგან, მაშინ ეს არგუმენტი არ გვაქვს. მაგრამ როდესაც ჩვენ ვიცით რომ ფეოდალიზმი სპეციფიური მოვლენაა და იყო აქ და არ იყო სხვაგან, მაშინ ხვდებით რომ ჩვენ ყველანი ვართ იქ, სადაც იყო ფეოდალიზმი და სადაც არის ქრისტიანობა. იყო თუ არა ფეოდალიზმის და ქრისტიანობის გავრცელება ერთმანეთთან კავშირში, პირდაპირი კავშირი არ არის, მაგრამ გარკვეულწილად ეს ფორმაცია და ეს მსოფლმხედველობა ერთმანეთთან კარგად მოდის კომუნიკაციაში, ასე ვთქვათ, ერთმანეთს ეხმარება. შემდეგ მას აგანაპირობებს. ერთ-ერთ ლექციაზე ვახსენე ერთი ანთროპოლოგი, სინამდვილეში არ მახსოვს სამწუხაროდ ამ ანთროპოლოგის გვარი, მაგრამ მოვისმინე ლექცია დიდი ხნის წინ და საინტერესო რამ აღმოჩენა გაუკეთებიათ თავის დროზე, რომელიც ჩემთვის რაღაც მომენტამდე უცნობი იყო, რომელიც დღესაც პრინციპში უმეტესობაშიც უცნობია. ნუ მხოლოდ სპეციფიურად დაინტერესებული საზოგადოების არის ცნობილი. ანთროპოლოგებმა შეისწავლეს მსოფლიოს ხალხთა მითები და ლეგენდები, ზღაპრები და აღმოჩნდა, რომ მთელი ეს მასივი შედგება მრავალი სიუჟეტისგან, მაგრამ ეს სიუჟეტები მეორდება. ანუ მაგალითად თუ რომელიღაც აფრიკულ ზღაპარში მიწიდან ამოვიდა სპილო, რომელმაც თავისი ეშვებით ამოთხარა მიწა და იქიდან ამოვიდა ასე ვთქვათ ჩვენი ხალხი, იმ აფრიკელი ტომის აზრით ჩვენი ხალხი. ეს სიუჟეტი მეორდება ინდოჩინეთში, სადაც სპილო არ ამოვიდა მიწიდან ამოვიდა კამეჩი, რომელმაც ამოიყვანა მიწიდან ის ხალხი, რომელიც ვართ ჩვენი ხალხი. და იგივე სიუჟეტი მეორდება ჩრდილოეთ ამერიკელ ინდიელებში, სადაც მიწიდან ამოვიდა ბიზონი, რომელმაც ამოიყვანა იმ მიწიდან ჩვენი ხალხი. ანუ ასეთი მსგავსებით მეორდება სიუჟეტები. მაგრამ მთლიანობაში მთელი ეს სიუჟეტების მრავალფეროვნება იყოფა 3 დიდ ჯგუფად. პირობითად ეს არის ეგრეთ წოდებული კოსმოგონიური ჯგუფი, რომელშიც საუბარი იმაზე თუ როგორ გაჩნდა სამყარო, ვინ არის ღმერთი, ან როგორები არიან ღმერთები, როგორ შექმნეს მათ სამყარო, ან როგორ გაჩნდა სამყარო და როგორ გაჩნდა, ან როგორ გააჩინეს იმ ღმერთებმა, ან როგორ გააჩინა იმ ღმერთმა, ან როგორ გაჩნდა თავისით ის ხალხი, რომელიც ამ მითს ან ლეგენდას ან ზღაპარს ყვება. ანუ სინამდვილეში ყველა მათგანი ყვება თავის თავზე, მაგრამ ყველა მათგანი თავის თავზე ყვება დაახლოებით 2 ვარიანტი. ერთი რომ ჩვენ ყველანი ესე გავჩნდით, მეორე ვარიანტი რომ ჩვენ გავჩნდით ესე და სხვები კიდე უფრო მაიმუნები არიან ვიდრე ადამიანები. ვთქვათ, ჩემმა კურსელმა კითხა ერთხელ ქვეყანაცოდნეობის ლექტორს სინტოიზმი როცა გავიარეთ,
თუ შეიძლებაო რომ სინტოიზმი მიიღოსო არა იაპონელმაო და სინტოიზმის მიხედვით სინტომ შექმნა იაპონელები, ხოლო დანარჩენი ადამიანები სინტომ არ შექმნა და შესაბამისად დანარჩენ ადამიანსა და მაიმუნს შორის ნაკლები დისტანციაა ვიდრე იაპონელსა და დანარჩენ ადამიანებს შორის. და ამ ლექტორმა უპასუხა რომ ანუ რატო უნდა მიიღოსო სინტოიზმიო არა იაპონელმაო ვერაფერ რო ხდებოდა. არა, ისე რომ დაუშვეთო რომ მიიღოსო რასიზამენ იაპონელები, რასტყვენ იაპონელები. რა უნდა თქვა, რომ დაიხოცებიან სიცილითო. რელიგია რომელიც გეუბნება რომ შენ ადამიანი არ ხარ, მაიმუნი ხარ, როგორ უნდა მიიღო ის რელიგია, ხო? მოკლედ, აქაც ვარიაცია არის ორი, რომ ერთი ჩვენ შექმნა, მარტო ჩვენ შექმნა ვიღაც შემოქმედმა, ხოლო მეორე ვერსია რომ ჩვენ კაცობრიობა შექმნა შემოქმედმა. მოკლედ, ეს ყველაფერი არის კოსმოგონიური მითოლოგიის ნაწილი. კოსმოგონია, რომელიც ხსნის, როგორ გაჩნდა სამყარო, როგორ გაჩნდნენ ღმერთები, ან ღმერთი, როგორ შექმნეს მათ სამყარო და როგორ შექმნეს მათ ადამიანი ან კაცობრიობა. ჩვენ ან ჩვენ ყველანი. ეს არის პირველი ჯგუფი მითების. მეორე ჯგუფი უფრო გვიანდელი ჯგუფია, ანუ ქრონოლოგიურადაც ეს უფრო ძველი ჯგუფია რა მითების. მეორე უფრო გვიანდელი ჯგუფი არის ეგრეთ წოდებული დიდაქტიკური ჯგუფი. დიდაქტიკურ ჯგუფში რა შედის? დიდაქტიკურ ჯგუფში საუბარია იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი, როგორ უნდა მივიდეს ღმერთთან, ან როგორ უნდა ებრძოლოს ღმერთს, ან როგორ არ უნდა ებრძოლოს ღმერთს, ან როგორ უნდა ებრძოლოს, მაგრამ დაისაჯოს, ან როგორ უნდა დაისაჯოს, მაგრამ გამოიშვიდოს და მიუახლოვდეს ღმერთს, მოკლედ. როგორ უნდა მოიქცეს, ვისი მოკლა შეიძლება, ვისი მოკლა არ შეიძლება, ან რატო უნდა მოკლა ვინმე, ან რატო არ უნდა მოკლა ვინმე, რატო უნდა უღალატო, რატო არ უნდა უღალატო, რისი კეთება არის კარგი, რისი კეთება არის აუცილებელი, რისი კეთება არ არის კარგი, მაგრამ დასაშვებია, რისი კეთება ყოველდღე შეუძლებელია და დაუშვებელია. ეს არის დიდაქტიკური ნაწილი მითების, რომელიც უფრო გვიანდელია ვიდრე კოსმოგონიური ნაწილი. ხოლო სულ ზედაპირული, სულ ბოლო ზედაპირული ფენა არის ეგრეთ წოდებული ტრიქსტერები. ტრიქსტერები, ანუ გასართობი მოთხრობები, ღამე კოცონთან მოყვებიან ნაცარქექიას, გაიცინებენ ხა, რას ასაცილო, როგორ მოატყუა ეშმაკმა ნაცარქექია მუშველებელი დევი. ან როგორ მოატყუა ხოჯა ნასრედინმა ვიღაცა ბეი. ხო და საინტერესო რა არის? ის ნაწილი მითების, რომელიც ეხება კოსმოგონიას, მეორდება აფრიკიდან ავსტრალიამდე და სამხრეთ ამერიკამდე. ანუ მთელ კაცობრიობას საერთო აქვს. ანუ კოსმოგონიური მითები კაცობრიობაში გაჩნდა მანამ სანამ კაცობრიობა დატოვებდა აფრიკას. აუზა გავაკეთე რომ კარგად გაიაზროთ. 50,000 წლის წინ ავსტრალიელების ნაბრები ჩავიდნენ ავსტრალიაში. და მათ უკვე თან ჰქონდათ კოსმოგონიური მითები, რომელიც გაჩენილი იყო აფრიკაში. და ამერიკელი ინდიელები სანამ მოხდებოდნენ ამერიკის კონტინენტზე, მანამდე გაიარეს ინდოჩინეთი, სანამ ინდიელები გახდებოდნენ და მოკლედ ეს კოსმოგონიური მითი მეორდება აფრიკიდან გამოსული, მეორდება ახლო აღმოსავლეთში, მეორდება ევროპაში, მეორდება ცენტრალურ აზიაში, მეორდება ჩრდილოეთის ხალხებში, მეორდება წყნარი ოკეანის ხალხებში, მეორდება ამერიკელ ინდიელებში, მეორდება ავსტრალიელებში და პაპუა ახალ გვინეაზე, სადაც ძალიან კარგად არის დაკონსერვებული ძალიან ძველი ნარატივები. მეორე კოსმოგონიურის შემდეგ დიდაქტიკური ნაწილი მითების უკვე გაჩენილია აფრიკის გარეთ. ანუ აფრიკელებს თავისი მითები აქვთ აფრიკაში გაჩენილი. არ არსებობს ერთი სიკვდილი გარდა არ არსებობს ორი სიკვდილი და ერთი სიკვდილი გარდაუვალია, მაგალითად ეს აფრიკაშივეც არის. საქმე ის არის, რომ აქ უკვე ჩნდება სხვადასხვა მიმართულებები. და აღმოჩნდა, რომ დიდაქტიკური მითოლოგიის თვალსაზრისით საქართველოში იგივე ღირებულებითი სისტემა არის წარმოდგენილი ამ მითებში, თქვათ ამირანის ეპოსი და თქვათ პრომეთეს რა. იყო ეს სიუჟეტი მოპარული თუ უბრალოდ ეს ორი სიუჟეტი დამოუკიდებლად გაჩნდა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ წამოვიღეთ ბერძნებიდან თუ ბერძნებმა წაიღეს ჩვენგან თუ ჩვენ საერთო წინაპრებს გაუჩნდა და მერე ჩვენთან გამეორდა, არ ვიცით. მაგრამ ვიცით ერთი რამ, დიდაქტიკური მითოლოგია საქართველოსა და ევროპას აქვს საერთო. ანუ მანამ სანამ ფეოდალიზმი როგორც ფორმაცია გაჩნდებოდა და მანამ სანამ ქრისტიანობა როგორც რელიგია გავრცელდებოდა, ჩვენ უკვე ვიყავით საერთო ღირებულებით პარადიგმაში ევროპელებთან. და მე აქ ეხლა
მე ცოტა სხვა რაღაცასაც ვიტყვი მე შემდგომში რომ კაცობრიობის ისტორიის გარკვეულ ეტაპზე თუ საუბარი ევროპული ცივილიზაციის ფორმირებაზე ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თემაა ევროპული ცივილიზაციის ფორმირება არ იყო ხაზოვანი და აღმავალი მას ჰქონდა აღმასვლები და ჩავარდნები მას ჰქონდა სპირალური წრებრუნვა და ევროპული ცივილიზაციის ფორმირების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ერს, სხვადასხვა კულტურას წილად ხვდა ყოფილიყო ამ ევროპული ცივილიზაციის აღმავალი განვითარების ბაირახტარობა. ანუ რომელიღაცა იყო მოწინავე, რომელსაც ხელში ეჭირა დროშა, ხელში ეჭირა შუქურა და ის ანათებდა გზას, უნათებდა დანარჩენებს და სხვადასხვა ეტაპზე ის წაიბორწიკებდა, წაიქცეოდა, მერე სხვა მოდიოდა და ესე ნელა-ნელა. ჩვენი ისტორიის მინიმუმ ერთ ეპიზოდში ჩვენ ვიყავით აი ამ ევროპული ცივილიზაციის კერა და ბაირახტარი. ანუ ჩვენ ვიყავით მოწინავეები, ჩვენ მივეცით ნიმუში ევროპას იმისა თუ როგორი უნდა იყოს ცივილიზაცია. და ერთ-ერთი ლექცია, რომელიც დაგეგმილი მაქვს მომავალში ამავე საპროტესტო აუდიტორიაში, არის სწორედ ამ თემას ცალკე სპეციფიურად მიეძღვნება. მაგრამ ეხლა მინდა დავამთავრო ცოტა დასასრულისკენ წავიყვანო საუბარი არაზე. ჩვენი გეზი, ჩვენი ისტორიული გეზი ამ შემთხვევაში არა ვიცოთ ჩვენი ორიენტაცია დასავლეთზე, ჩვენი სწრაფვა დასავლეთისკენ, ჩვენი სვლა დასავლეთისკენ. არა ეს გეზი მხოლოდ ესეც, მაგრამ არა მხოლოდ ეს გეზი. არამედ ჩვენი ისტორიული გეზი. აი 8000 მოსავლით რო დავიწყეთ, პირველი ვენახი რო დავგეთ და პირველი ხორბალი რო დავთესეთ. იქიდან მოყოლებული და დღემდე ეს ჩვენი გეზი იყო თუ არა მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ჩვენი არჩევანი თუ უბრალოდ ჩვენი ბუნების ნაწილი. და აი აქ მე თითქმის ესე იგი თითქმის რასისტული თეორიის ვარზე შეიძლება აღმოჩნდე, ოღონდ რასისტობა და ფაშისტობა არ დამაბრალოთ, მაგრამ მაინც აღმოჩნდები ამ ზღვარზე. არის ნუანსი, რომ შესაძლოა ხასიათის ზოგიერთი თვისება, სოციუმის, კულტურის ზოგიერთი ნიშან-თვისება იყოს განპირობებული არა მხოლოდ ლანდშაფტით, რელიეფით, კლიმატით, ძისა და წყლის ინტენსივობით, ნიადაგის ნაყოფიერებით, საბაჭო გზებით და ასე შემდეგ. არა მხოლოდ კულტურით, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, არამედ რაღაც ნაწილი ჩვენი ყოველდღიურობის ან ჩვენი ისტორიული გეზის შეიძლება განპირობებული იყოს რაღაც დოზით, რაღაც ნაწილი, კიდევ ერთხელ, მხოლოდ რაღაც ნაწილი, არ ვიცი დიდი თუ პატარა და მხოლოდ რაღაც დოზით, არ ვიცი დიდი თუ პატარა, მაგრამ განპირობებული შეიძლება იყოს სწორედ ბუნებით. ანუ გარკვეული გენეტიკური თანმიმდევრობით, რომელიც ჩვენთვის ჯერ უცნობია, გამოკვლეული არ არის, არ ვიცით. მაგრამ ის საერთო კოსმოგონია არა, ის საერთო დიდაქტიკა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს დასავლეთთან, ეს არის მხოლოდ კულტურის შედეგი, იმიტომ რომ აი მიწათმოქმედება გაჩნდა აი აქ ახლომახლო ტერიტორიაზე და აქედან გავრცელდა ცენტრალურ ევროპაში და ცენტრალური ევროპიდან გავრცელდა მთელს ევროპაში და შეიძლება აი ამ მიწათმოქმედი კულტურის გავრცელებასთან ერთად მოხდა აი ამ დიდაქტიკური ნარატივის გავრცელება, ასე ვთქვათ, თუმცა დაწერილი არ იყო, ხო? ხოლო მონადირე შემგროვებლებმა უბრალოდ ეს მერე ნუ სადღა არიან ევროპელი მონადირე შემგროვებლები, მხოლოდ ბასკები დარჩენ და საამებია მათგან, ხო? ნუ, კაი, სკანდინავიური ენები გერმანული ენებიდან განსხვავდება იმითი, რაც დახვდა გერმანელებს, ესე იგი, მანამდე სკანდინავიაში. მაგრამ არ ვიცით. ხო, აი ეს შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს შეიძლება კულტურული იყოს, მაგრამ შეიძლება არჩევანი ამა თუ იმ კულტურისკენ ეს რანდომულად მოხდა გადახრა, რომ ამ დიდაქტიკასა და ამ დიდაქტიკას შორის მე ავირჩიე ეს დიდაქტიკა თუ ეს დიდაქტიკა იყო რანდომული შემთხვევითი, არსებობს ეგეთი ანთროპოლოგიაში ცნობილი ფენომენი დამაარსებლის ეფექტი. ავსტრალიელი აბორიგენები, როდესაც ავსტრალიაში ჩავიდნენ, მათ იცოდნენ შვილდისხის ხმარება. ხოლო მე რატომღაც უარი თქვენ შვილდისხის ხმარებაზე. რატო თქვენს უარი კაცშვილმა არ იცის? იმიტომ რომ რომელიღაც ბელადმა ტაბუ დაადო. ამის კარგი მაგალითები ვიცი ჩვენ. მაგალითად მაორის ერთ-ერთი ტომი, მორიორი, წავიდა ცალკე კუნძულზე და იქ ეს მაორი ყველა მიცით როგორი ხაკა ყველას გინახავთ, რეგბი ყველას გულში მატკივრობთ და
მაორები вообще-то იყვნენ კაცჭამიები და ომის და პირადი ჯგუფის კულტი მათი ძალიან მათი კულტურის აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილია. აი ჩვენთვის თუ სტუმართმოყვარეობა არის ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენი კულტურის, იმათი კულტურის მნიშვნელოვანი კომპონენტია სტუმარმიუღებლობა. სტუმარი თუ მოვიდა, უნდა დაკლა შეჭამო და უშემ კარგია. ხოდა, ანუ მორიორი მაორისგან გამოყოფილი ერთი ჯგუფი წავიდა ცალკე კუნძულზე და შექმნეს აბსოლუტურად პაციფისტური კულტურა. ტაბუ დაადეს შხუბს, ტაბუ დაადეს ომს და მაშინაც კი როცა მაორი იმ კუნძულზე ჩავიდა და დაიწყეს მორიორის ხოცვა და მათი უბრალოდ ხოცვა და ჭამა, ბუკვალურად ხოცვა და ჭამა ეს ხდებოდა მე-19 საუკუნეში, ამიტომ ინგლისელების მიერ კარგად არის დოკუმენტირებული. და ახალგაზრდა მორიორები რო ეუბნებოდნენ თავის უხუცესთა საბჭოს ხოცავენ და რამენაირი წინააღმდეგობა გაუწიოთ, ისინი ამბობენ არა, როგორ შეიძლება წინააღმდეგობის გაწევა, ჩვენ აქ პაციფისტები ვართ, თუ ჩვენ დავიწყებთ ბრძოლას მათთან, მაშინ ჩვენ მათ დავესგავსებით და მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, ისინი შეგვჭამენ თუ ჩვენ თვითონ გავხდებით ისეთები. ანუ დამაარსებლის ეფექტი ხანდახან ძალიან მნიშვნელოვანია და რანდომული ფაქტორები ხანდახან ძალიან მნიშვნელოვნად გრძელვადიან მუშაობს, მაგრამ მე მგონია რომ რაღაც ფაქტორების ერთობლიობა ლანდშაფტი, რელიეფი, კლიმატი, მიწათმოქმედება, შრომითი ეთიკა შესაძლოა, სოციალური ურთიერთობების კიდევ რაღაც ფაქტორები, ფეოდალიზმი მათ შორის, ქრისტიანობა, მონოგამია, ურთიერთთავდადება, ძმობა, კაცობა, მეგობრობა, აშკაცობა, ერთგულება სიყვარულში და შემდეგ ეს ყველაფერი ერთობლიობაში, აი ეს დიდაქტიკური მითები ეს ყველაფერი ერთობლიობაში განსაზღვრავდა ამ ყველაფერმა ოდესღაც ძალიან ადრე განსაზღვრა ან ამათგან რომელიღაცამ ან ამათმა ერთად განსაზღვრა ჩვენი გეზი, ჩვენი ისტორიული გეზი, ჩვენი ისტორიული სულა ამ მიმართულებით და ეს იყო ჩვენი ბუნების ნაწილი. ან იყო უკვე ჩვენი ბუნების ნაწილი, ან იქცა ჩვენი ბუნების ნაწილად. ამდენად დღეს შევაჯამებ ჩვენი ბრძოლა ჩვენი დღევანდელი ბრძოლა არის სწორედ ამის ერთ-ერთი გამოხატულება. თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვიბრძვით, არის ამის გამოხატულება. ის ფაქტი, თუ რისთვის ვიბრძვით, არის ამის გამოხატულება. ხოლო ის, ვინც ამას ეწინააღმდეგება, პრაქტიკულად ნებით თუ უნებლიეთ, წარმოადგენს ოკუპანტს, რომელიც ცდილობს კვლავ და კვლავ ბოლო ნახევარი ათასწლეულის მანძილზე ჩვენ ეს ბედი გვაქვს, ბოლო ნახევარი ათასწლეულის მანძილზე ჩვენ მივისწრაფვით სახლში დაბრუნებისკენ, ჩვენ ყოველთვის გააზრებული ქონდა ჩვენი სწრაფვა დასავლეთისკენ, ხოლო სხვადასხვა გარემოებები ამას წინააღმდეგებოდნენ ხოლმე. საქმე ის არის, რომ ბოლო ნახევარი ათასწლეულის მანძილზე ეს ყოველთვის გარეშე ძალები იყო და მხოლოდ ეხლა ეს არის ჩვენი საკუთარი, ესე იგი მე ვიტყოდი მაინც საოკუპაციო რეჟიმი, რომლის მიერაც ჩვენ ვართ ოკუპირებული. ნუ ახლა მილიონი მხარდაჭერი თუ ყავს იმ რეჟიმს, ამის შესახებ ვისაუბრებ ერთ-ერთ შემდეგ ლექციაზე, რომლის სახელიც იქნება საბჭოთა მითები ჩვენ ცნობიერებაში. მაგრამ ამაზე სხვადასხვა ვისაუბრებ. დღეს კი მინდა დავასრულო, რომ ჩვენი ისტორიული გეზი არ არის შემთხვევითი, ეს ერთი. მეორე, ჩვენი ისტორიული გეზი არ არის ჩვენი მხოლოდ ერთჯერადი არჩევანი და დაამარსებლის ეფექტი, ეს არ არის ჩვენი ძალისხმევა საკუთარ თავზე. არამედ ეს არის ჩვენი ბუნების ნაწილი და ამ ბუნებას ეწინააღმდეგება ამ ბუნების მიმართ მტრული საოკუპაციო ძალა. მადლობთ ყურადღებისთვის, მზად ვარ კითხვებისთვის. საღამოშვიდობის მეგობრებო, გამიხსნია დღევანდელი საღამო. სიმართლე გითხრათ, ის თქმა მინდა არ ვიცი, ერთი იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ცოტა ენერგია, ცოტა დრო დაგვჭა, ყველა დავიღალეთ აბსოლუტურად. ყველანი რაღაცა ძალიან დიდ განცდებში ვართ და შინაგანად გვძნობთ, რომ რაღაცა ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. ამიტომაც ვდგავართ აქ ამდენი ხანია და ამიტომაც ჯიუტად აი ესე ერთად სახლში, უბანში, რა ისი, სოფელში,
რაიონში დავდივარ და გამოსავალს ვეძებთ. კიდევ ერთხელ მინდა ხმამაღლა გავიმეორო, გამოსავალი სანამ არ იქნება, ჩვენ აი ეს საპროტესტო აუდიტორიის ფარგლებში შევეცდებით, რომ ადამიანები გავაერთიანოთ სოდნის ირგვლივ და გავაერთიანოთ ქვეყნის ირგვლივ. ქვეყანას სჭირდება ჩვენი შველა, მეგობრებო, მომავალ თაობებს სჭირდება ჩვენი ხარდაჭერა იმისათვის, რომ მათ მორალური ღირებულებები არ გარდაეცვალოთ რა. არ ჩაუკვდეთ საბოლოოდ და არ თქვან, რომ საქართველო აღარაფერს აღარ წარმოადგენს ჩვენთვის. ხო, რატომ მოვედი რა, ეხლა ზახან მოვედი, მაშინ დღესაც ვიტყვი. ჩემს ოჯახთან ერთად დღეს, ჩემს დიშვილებთან, ჩემს შვილებთან ერთად ვიყავი ძალიან ახლოს ხოლმე თბილისის ზღვასთან. და გადავედით შუადღისას, დაახლოებით 2-3 საათი გავატარეთ. ერთი ქართული საუბარი არც გამიგია. ერთი ქართული საუბარი არ გამიგია. აღარ არის საუბარი იმაზე, რომ ჩამომწკრივებულები არიან ეს ტურისტები, ეგრეთ წოდებული, რომლებსაც ბიზნესი აქვს გაჩაღებული პირდაპირ ჩვენს მიწაზე. ეს პირდაპირ. არავით არის ჩეკი, არავით არის დოკუმენტ ბრუნვა, არავით არ მსგავს საქმიანობას არ ეწევიან. კეშზე მუშაობენ და ინდივიდუალურ ჩარიცხვებზე. ყველანაირი ბიზნესი აქვს, ანუ გაქირავებიდან დაწყებული ზღვაზე რაღაცა საკატაოები, რავი, უამრავი რაღაცა რა, ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი. ანუ თბილისის გულში, ცენტრში რუსები და არა მარტო რუსები, საქართველოს მოქალაქეების არ მქონე ადამიანები აღარ გვითმობენ ჩვენს ადგილს. ვეღარ შევდივართ ჩვენს ადგილებთან, სადაც აქამდე დავდიოდით, იმას აღარ ვიძახი, აღარ ვამბობ, რომ ქვეყანა რაღაცა კატასტროფულ დღეშია. ყოველდღიურად, მეგობრებო, ვაწყდებით უზარმაზარ პრობლემებს პირად ურთიერთობებში. ხა არა ის რაღაც საჯარო და ისეთ რაღაცა მნიშვნელოვან საკითხებზე, ხო, საუბარი ვლაპარაკობ ელემენტარულ რაღაცაზე. ყოველდღიურად იმდენ პრობლემას ვაწყდებით უკვე ინდივიდუალურად, რომ ამის გაძლება შეუძლებელია. სახელმწიფო ვერ აღასრულა სახელმწიფომ სამართლიანობა ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია და გვიწევს ჩვენ თვითონვე სამართლიანობის აღდგენა. ეს ძალიან რთულია ხალხო. მართლა დამიჯერეთ. ეხლა სიმართლე რომ გითხრათ, ის ადამიანები უფრო მაინტერესებს, ვინც მის გვისმენენ ეთერში, ვიდრე თქვენ, იმიტომ რომ თქვენ აქ იმიტომ ხართ, რომ ამ ყველაფერს აპროტესტებთ. ერთადერთი გამოსავალი გვაქვს, მეგობრებო, ეს არის გამძლეობა და მოთმინება და სწავლა განათლება. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. დიდი მადლობა. უახლოეს მომავალში შევხვდებით საპროტესტო აუდიტორიაში. მადლობა ყურადღებისთვის.